არასამთავრობო სექტორი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვს. კანონპროექტი დასამტკიცებლად მალე პარლამენტში შევა. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემაზე ორგანიზაცია იდენტობა მუშაობს. არასამთავრობოების გააქტიურება რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა გამოიწვია. ვიდეო მასალასთან ტექსტიც ახლავს, რომლის მიხედვით ფირზე აღბეჭდილი სამი პიროვნებიდან ერთ-ერთი ჟურნალისტია. ჩვენ საკანონმდებლო წესით გავამკაცროთ ასეთი ფარული ჩანაწერები საერთოდ გადაღებაც და შემდეგ გამოყენებაც. უნდა აიკრძალოს ის არქივი, რომელიც წინა ხელისუფლების ჩინოვნიკებს ჰქონდათ, მერაბიშვილის უწყება, რომელიც ქმნიდა ამ არქივს, უნდა განადგურდეს და მისი გამოყენება უნდა აიკრძალოს. უნდა დაისაჯოს შესაბამისი პირები, უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოძიება და დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. არ შეიძლება ცხოვრობდეთ ისეთ გარემოში, სადაც ხშირ შემთხვევაში ხდება რომ ადამიანები გარკვეულ ვიდეო ჩანაწერებს პირადი ცხოვრების ასახულ ფაქტებს იყენებენ გარკვეული მიზნებისთვის. ყველა ის კადრი, რომელიც გადაღებული იყო სააკაშვილის რეჟიმის პირობებში, ახალაიას და მეგის ქარდავას ხელშეწყობით და მხარდაჭერით დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. საქართველოში არასოდეს არავინ არ უნდა შეძლოს პოლიტიკური ოპონენტების დაშანტაჟება.